ძიმე, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. მილიონობით დანახარჯი შემოსავლებს ვერ ეწევა, ასეთია კომპანიის პოზიცია. პარალელურად კი ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება. ერთი მხრივ ისინი სახელმწიფო პრობლემების მოგვარებას, მეორე მხრივ კი ინვესტორის წასვლას ითხოვენ. პარალელურად უკვე ერთი წელია კარავია გაშლილი და პროტესტი მიმდინარეობს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან, რაც თავის მხრივ მუშაობის პარალიზებას იწვევს. სოფლის მოსახლეობა კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვს. როგორ უნდა უზრუნველყოს გაჩერებული წარმოების პირობებში დამსაქმებელმა ხელფასების და კომპენსაციის გაცემა, ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არც აქციის მონაწილეებს აქვთ. ირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ეს პროცესიც მივიდა დასასრულამდე, დღეს ვალაუვალია პრაქტიკულად საწარმო, ამიტომ გადაწყდა შეტანილი გვაქვს მიმართეთ უკვე სასამართლოს გადახდის უნარობასთან დაკავშირებით, ეს პრაქტიკულად შეუქცევადი პროცესი გახდა. გადაწყვეტილება მიღებულია. ჭიათურის მაღაროების ერთწლიანი პარალიზების შემდეგ სამუშაო პროცესი ჩიხში შევიდა. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ გაკოტრების პროცედურა ოფიციალურად წამოიწყო და შესაბამისი განაცხადი სასამართლოში უკვე შეიტანა. კომპანიის იურისტი კურიერი პიესთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაცია გადახდის უუნაროდ აქცია. საწარმოში CMC მაქვს კონკრეტულად ხედველობაში ძალიან რთული მდგომარეობაა, ვიცით რომ თითქმის ერთ წელიწადზე მეტია გადაკეტილი არის მაღაროების შესასვლელი, ახორციელებენ პიკეტირებას აბსოლუტურად ყოველგვარი კანონის მოთხოვნების დაცვის გარეშე, ახორციელებენ მეცაცვიტყვი ხშირად სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც საწარმო საქმიანობის შეფერხებას და მისთვის ხელი შეშლას გულისხმობს, რაც რა თქმა უნდა ზიანს იწვევს. მარტო ხელფასების სახით, რო გითხრათ, აი ამ პერიოდში ტყუილა, როდესაც არც ერთი რა 12-დან 8-9 მაღარო არ მუშაობს, მარტო ამ პერიოდში 82.600.000 ლარი არის გაცემული განაცემი ხელფასების სახით, მაშინ როდესაც არც ერთი დასაქმებულს არ უმუშავია იმ პერიოდში საწარმოში და არც ერთი ასე ვთქვათ ოდენობის მადანი არ ყოფილა მოპოვებული. ასე გამოიყურება ახლა გაჩერებული მაღაროები ჭიათურაში. ერთწლიანი პროტესტის ფონზე ვერც წარმოების განახლება მოხერხდა და ვერც გამაგრებითი სამუშაოების. გვირაბებში ყოველდღიურად მიწის ჩამოშლისა და დატბორვის პროცესი მიმდინარეობს. მაღაროს გარეთ კი უკვე ერთი წელია სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს კარავი აქვს გაშლილი. მოთხოვნა მათ საკუთრებაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციების გადახდაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციების სახით 12 მილიონზე მეტია გაცემული, კომპანიაში ამბობენ, რომ პროცესი გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა საქმე იქამდე მივიდა, რომ კომპენსირებაც შეჩერდა და წარმოებაც. პროტესტთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენ ხომ მონაწილეობთ ამ პროტესტში? ეს ერთწლიანი პროტესტის ორგანიზატორი გიორგი ნეფარიძეა. კომპანიაში ამბობენ, რომ მას კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს. გასაჯაროდ და გადარიცხვის დოკუმენტაციაც 96.814 ლარის ოდენობით. კურიერი პიესმა ნეფარიძეს კითხა, ამ თანხის მიღების შემდეგ ამჯერად რა იყო მისი მთავარი მოთხოვნა. თუმცა მან კომპენსაციის შესახებ საუბარი არ ისურვა. კომენტარზე უარი არ უთქვამთ კოროხნალის მაღაროსთან. კარავში მყოფ პროტესტის სხვა მონაწილეებს. მაღაროსთან შეკრებილები არ უარყოფენ, რომ დასაქმებულებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ მუშაობისგან. შესაბამისად დავინტერესდით, მაშინ როგორ უნდა გადაიხადოს კომპანიამ ხელფასები და კომპენსაციები. ერთი წელი გახდა დღეს, რაც პროტესტი მიმდინარეობს სოფლის მოსახლეობას და ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიას შორის. ათეული ოჯახი არსებობს, რომლებმაც ეს კომპენსაცია თუ სახლის ზარალის ფული თუ თანხა რაც არის მიიღეს და ის ხალხი დღესდღეობით ჩვენთან ერთად არ დგას, იმიტომ რომ მათმა თავისთავად დაიკმაყოფილეს, ის კომპენსაცია მიიღეს და წავიდნენ აქეთ. თუ არა 2019 წელს აქ იდგნენ ჩვენთან ერთად. ჩვენ გამოვხადავთ ჩვენ პროტესტს იმ კონკრეტულ ადგილთან, რომელი ადგილი ჩვენ გვაზიანებს და გვაზარალებს. და უბრალოდ ვთხოვთ, რომ ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით არ შევიდეს და არ იმუშაოს. ის ადამიანები, გარკვეული ნაწილი, რომელიც არ მუშაობს, წევს პატივს, ითვალისწინებს ჩვენს მდგომარეობას და სოლიდარობას გამოვიხატავს. გადაკეტილი არაფერი არ აქვს, ალკოჰოლ გამოსული კარავში ვცხოვრობთ, ჩვენ აზრს გამოვხატავთ. თუ სურვილი ექნება იმუშავებს, კი, რა თქმა უნდა. ამბობენ, რომ წარმოების გაგრძელებას ხელს არ უშლიან, თუმცა სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ დაუპირისპირდნენ პროტესტის მონაწილეები ადგილზე სამუშაოდ მისულ რამდენიმე დასაქმებულს.
ეცანადა რომელიც ახმას გადაუღოთ სურათებს, ამის ნომრები გადაუგდანოთ ბიჭებს. რუას უნდა დაგვეპაროთ, ზაში ვერ გაიაროთ. გადაუღეთ ამას ყველაფერს სურათები. ესენი ყველა უნდა ვიცოდეთ. პროტესტის კიდევ ერთი და ძირითადი კერა ქალაქ ჭიათურის ცენტრშია. მადნის მომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულები აქ ყოველდღე იკრიბებიან. ერთის მხრივ ინვესტორის წასვლას, მეორე მხრივ კი სახელფასო პრობლემების გადაჭრას ითხოვენ. მათი ნაწილი არც იმას მალავს, რომ შუქრუთის მოსახლეობამ კომპანიასთან მოლაპარაკება უნდა შეძლოს, რათა მათ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ. კომპანიის და ადგილობრივების გადაპრობლემა არის. მგონია ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ მუშაობთ მსახურებით მაღაროს, უნდა შეთანხმდეთ. უნდა დაელაპარაკონ და უნდა მოგცენ მის საშუალებაა დავიწყოთ ჩვენ მუშაობა. დასაქმებულთა მეორე ნაწილი კი ჭიათურა მენეჯმენტთან თანამშრომლობას გამორიცხავს და სახელფასო პრობლემების მოგვარების მიზნით გამოსავალს საწარმოს კუთვნილი ტექნიკისა და სხვა ქონების გაყიდვაში ხედავს. კომპანიის სახელით ვინმე შემოვიდეს და მაღაროებში მუშაობის აღდგენა დააპიროს, ამას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ რამოდენიმე თვეში ისევ დაიწყებს კომპანია ისეთ საქმეების კეთებას, რასაც აკეთებდა აქ. ხელფასების გაცემა რანაირად მოხდება? ხელფასების გაცემა უნდა მოხდეს იმ ქონების ხარჯზე და იმ უძრავი შესაძლებლობის ხარჯზე, რაც კომპანიას თავის ბალანსი აქვს ამ ეტაპზე. მაგალითად, უნდა წაიღოს ჩვენგან სამაგრიხის მასალა, რკინის კონსტრუქციები, ტექნიკა უნდა წაიყო, ანუ გაყიდოს ეს ტექნიკა და არ ვიცი, მისი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი გაერთიანების წევრია საერთაშორისო დონის, უნდა შესწევდეს ამის ფინანსური რესურსი. რამდენად მომგებიანია ჭიათურაში მადნის მოპოვება. ეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლა და დასკვნაც გამოაქვეყნა. წიაღისეულის მოსაპოვებლად წარმოებული სამუშაოები არარენტაბელურია. აუდიტორი ამბობს, რომ პროექტი ამჟამად სრულად წამგებიანია. დასკვნის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწისქვეშა სამუშაოების საექსპლუატაციო და გადამუშავების ხარჯები ძალიან მაღალია. სწორედ ამ მაღალ პროცენტზე დაყრდნობით NPV უარყოფითია, რაც ადასტურებს, რომ პროექტი ამჟამად ფინანსურად არამდგრადია. ჭიათურის მაღაროებში ხარისხიანი მადნის უდიდესი ნაწილი უკვე მოპოვებულია. მარგანეცის შემცველი მინერალები კონცენტრირებულია შედარებით თხელ ფენებში. მადანზე წვდომის მისაღებად და მოპოვებისთვის ბევრი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რაც შემდგომში აისახება მაღალ საექსპლუატაციო ხარჯებთან. სწორედ აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიწისქვეშა მოპოვება არ აღმოჩნდა რენტაბელური. მსგავსი კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საბადოებზე ჩაგვიტარებია თითქმის ყველა კონტინენტზე. სწორედ შექმნილი კრიზისი გახდა კომპანიის მიერ გაკოტრების პროცედურის წამოწყების საფუძველი. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე ყველა ფინანსური დეტალი საგანგებო თათბირზე განიხილა. კომპანიამ გამოყო ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც საწარმო ოფიციალურად გადახდის უუნარო გახდა. საუბარია სამ ძირითად ფაქტორზე, ეგრეთ წოდებულ DMT-ს დასკვნაზე, საუბარია შუქრუთის კრიზისზე და პროკავშირების მიერ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სიმძიმეზე. ეს სამი ძირითადი ფაქტორი არის ის დაუძლეველი გარემოება, რომელთა პირობებში დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია წინაპირობების არსებობა ბიზნესის საწარმოებლად და კომპანიას უწევს ესეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ განცხადებაშიც, კომპანიას განცხადებაშიც აქვს აღნიშნული, რომ ამ მიზეზებს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ებრძოდა. თითქმის 1 წელიწადია პიკეტირებული არის ძირითადი მოპოვების 70%-ის მაჩვენებელი, რამაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ფინანსური შედეგების გაუმჯობესება. კომპანიაში ამბობენ, რომ საწარმოს დანახარჯები ყოველთვიურად იზრდებოდა, შემოსავალი კი მცირდებოდა. ჭიათურა მენეჯმენტმა სამუშაოები უკვე შეაჩერა. მაღაროში დასაქმებულთა აქციები კი გრძელდება, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა კომპანიის წასვლაა. თავის მხრივ ჭიათურა მენეჯმენტი დასაქმებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე მუშაობს.